ჰემოტრანსფუზია, ანუ სისხლის გადასხმა ადამიანიდან ადამიანზე პირველად განხორციელდა 1818 წელს ბრიტანეთში ინგლისელი ექიმის მიერ. ამ ორი საუკუნის განმავლობაში მედიცინაში რა თქმა უნდა ბევრი რამ შეიცვალა და დაიხვეწა, თუმცა ჰემოტრანსფუზია კვლავ აქტუალურია და შეუცვლელია. სისხლის კომპონენტების გადასხმით მილიონობით ადამიანმა შეინარჩუნა სიცოცხლე. საზოგადოებისთვის რომ იყოს ცნობილი, სისხლის კომპონენტების წარმოება ტექნოლოგიურად არ ხდება. ის მიიღება მხოლოდ ცოცხალი დონორის მიერ გაღებული სისხლიდან. ქვეყნის მასშტაბით არსებული სისხლის ბანკები წარმოდგენილი შრომის და მონდომების ფასად ახერხებენ სისხლის კომპონენტების მარაგების შევსებას. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არსებობს მხოლოდ უანგარო დონაცია. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ქვეყანა შეუერთა ამ ქვეყნების რიგს. უანგარო დონაციით სისხლის კომპონენტების მარაგის შევსება ხდება საზოგადოების ჩართულობით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებით და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით. სისხლის დონორობა, ანუ სისხლის გაღება არის კეთილშობილური ჰუმანური ქმედება და ერთი დონორის სისხლიდან მზადდება 3 სისხლის კომპონენტი. დონაცია სომატურად ჯანმრთელ ადამიანებში არის სრულიად უსაფრთხო. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ყოველდღიურად არის სისხლის კომპონენტების საჭიროება ისეთ პაციენტებში, როგორიცაა ონკოლოგია, კარდიოქირურგია, ორთოპედია, ტრავმატოლოგია, ჰემატოლოგია, მიან გინეკოლოგია და ასე შემდეგ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სისხლის კომპონენტების საჭიროების შეება შეექმნას თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ოჯახის წევრებს, ახლობლებს და უბრალოდ ჩვენს სამოქალაქეებს. ჩვენი კლინიკა ზრუნავს ჩვენი თანამშრომლების, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცნობიერების ამაღლებაზე. ჯერა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თვითშეგნების, ჯერა უანგარო დონაციის, გისურვებთ ჯანმრთელობას. მოგახსენებთ, ძვირფასო თანამოქალაქენი, სისხლის გადასხმა შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს დაჭირდეს. ამიტომაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის უსაფრთხო სისხლზე მუდმივი ხელმისაწვდომობა, რათა დროულად მოხდეს მისი პაციენტისთვის მიწოდება და სიცოცხლის შენარჩუნება. სისხლის დონორობა შეუძლია 18-დან 65 წლამდე ყველა ჯანმრთელ ადამიანს. ყველა დონორს ჩაუტარდება მეტად ძვირადღირებული და მისთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო კვლევები. შეგახსენებთ, გაიღოთ სისხლი სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ეს არის ღირსეული და საპატიო ქმედება. აქედან გამომდინარე თავს ვაძლევ უფლებას. მოგმართოთ, მოგიწოდოთ ყველას. გთხოვთ, მოგბრძანდით, ვისაც გიწყობთ ჯანმრთელობა ხელს. გაიღეთ სისხლი, გადაარჩინეთ სიცოცხლე. სისხლის დონაცია არის კეთილშობილური ქმედება, ვინაიდან ერთი ადამიანის მიერ გაღებულ სისხლს შეუძლია 3 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და საჭიროების შემთხვევაში სისხლის კომპონენტების ჩანაცვლება ქიმიური საშუალებებით შეუძლებელია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიღოს სისხლი ჩვენს კლინიკაში და გადაარჩინოს სიცოცხლე. მოგესალმებით, როგორც ექიმი აქტიურად ვღებულობ მონაწილეობას დონაციის პროცესში ყოველწლიურად. ზოგადად დონაცია ეს არის სხვის ჯანმრთელობაზე მსრუნველობა, გაიღებს სისხლის სხვისი ჯანმრთელობისათვის.